მადლობთ მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყოველთვის, როდესაც საუბრობთ იმაზე, თუ რა უნდა ქართულ ოცნებასთან, რას გეგმავს, უნდა პირველ რიგში დავიწყოთ ყოველთვის იმით, რომ არ არსებობს არანაირი ქართული ოცნება. არსებობს რუსეთიდან მართული პოლიტიკური დაჯგუფება, რომელმაც ქვეყანაში მიიტაცა ძალაუფლება და ამ რიგით მეორე ლიდერი ამ პოლიტიკური გაერთიანების, იმიტომ რომ ყობახიძემ თავად გამოაცხადა, რომ ივანიშვილი არის მთავარი ლიდერი რუსული აი ამ პოლიტიკური დაჯგუფების, რუსეთიდან მართulis ან ის ალბათ არ ვიცი თავს მეორე რანგით და რიგით მეორედ მიიჩნევს ამ პოლიტიკურ დაჯგუფებაში. აი ყობახიძე, რომელიც ძალიან ბევრს საუბრობს დავალებებზე, ჩვენ უნდა ვცოდეთ, რომ ერთადერთი დაჯგუფება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან, რომელიც მართლაც იღებს დავალებებს ქვეყნის გარედან, ეს არის სწორედ ის პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. ამ პოლიტიკურ დაჯგუფებას აქვს მიღებული ძალიან მკაცრი დავალება საკუთარი პატრონისგან და ეს პატრონი არის ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთით რუსეთში განლაგებული პოლიტიკური დაჯგუფება, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დაჯგუფება ექვემდებარება სწორედ მათ ინსტრუქციას და ინსტრუქცია, რომელიც მათ აქვთ მიღებული რუსეთიდან, ეს არის საქართველოს რაც შეიძლება სწრაფი იზოლაცია ყველანაირი დასავლური სივრცეებიდან და ამიტომ არავინ არ უნდა მოითხოვოს თავი, რომ ქართულ ოცნებას აქვს რაიმე დღის წესრიგი, გარდა იმისა, რომ საქართველომ დაკარგოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. ეს არის რუსეთის მიერ ძალიან როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, ნათლად გაცხადებული პრიორიტეტი, იმიტომ რომ მე შემიძლია გითხრათ, როგორც ადამიანმა, რომელმაც საერთოდ პირველმა გააჟღერა, რომ საქართველოს შეიძლება როდესმე ქონოდა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან 2001 წელს. ჩემი ელჩად მუშაობის პირობებში სწორედ მახსოვს, რომ დავსვიე საკითხი, რომ ჩვენ ამ მიმართულებით უნდა დაგვეწყო მუშაობა. 10 წელიწადი დასჭირდა ამ ობას, ზუსტად 10 წელიწადი. ზუსტად 10 წელიწადი დასჭირდა რუსეთს იმისთვის, რომ მიაღწიოს საქართველოში ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც აი ეს ძალიან ხელშესახები, ხო, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები სიკეთე, რაც ჩვენ მივიღეთ. გაგვეუქმონ. რატო კიდევ ერთხელ მარტივად რო ვთქვათ, იმიტომ რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებაც და შენარჩუნებაც ეფუძნება ძალიან კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველო და ნებისმიერ სხვა ქვეყანა, რომელსაც უნდა რომ ეს უვიზო რეჟიმი კონდეს, ან მოიპოვოს, ან თუ აქვს შეინარჩუნოს და ქართული ოცნება გასული წლების მანძილზე ძალიან მიზანმიმართულად ახორციელებს ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც ჩვენ მივყავართ იმ ვითარებამდე, როდესაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, ასე ვთქვათ, საკითხზე პოზიტიური გადაწყვეტილება შეიძლება. სალომე, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ყველა შემდეგი შეხვედრა, აი ასე მოჩანს შესაძლოა, არ ვიცი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და მოქალაქეების ნაწილის თვალში, რომ არის შესაძლებლობა, რომ რაღაც განახლებული სურათით და მოცემულობით ჩავიდეს ოცნება ბრიუსელში და კიდევ ერთხელ მოყვეს, თქვათ, რა არის მისი გაცხადებული მიზანი, ხომ? აი ჩვენ ხა საგარეოს განცხადებიდან მინდა ამოვიდე, რომელიც პირველი პასუხი იყო იმაზე, რომ ითქვა, რომ პოზიტიურად შეფასდა და ეს შეხვედრა, ვიცით რომ წამყვანი და მნიშვნელოვანი საკითხი არის მიღებული კანონების გაუქმების თემა და ამაზე პირველ ოფიციალურ, ასე ვთქვათ, პასუხში, საიდანაც ვიგებთ რა გეგმა აქვს ოცნებას ამ მიმართულების და რა არადუღირს, ნათქვამია რომ ეს კანონები მიღებულია ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და არ ეწინააღმდეგება არც ერთ საერთაშორისო კონვენციას თუ შეთანხმებას, რომლის წევრიც არის საქართველო. ეს წინა პერიოდებშიც ვთქვამთ, მაგრამ ახლაც იმას ამბობენ, როდესაც ითქვა, რომ ან უკვე რეალისტურია ფინალში გასვლა ამ საკითხზე, ან ისე, ან ასე. აი ამ სურათის შეცვლა რაზე არის დამოკიდებული, ანუ არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაზე გეკითხებით, აი ვთქვათ, რა კომპონენტი უნდა დაემატოს, აი პოლიტიკური ნაწილი და მდგენელიც ახსენეს, ხო? რასაც ამბობთ, ეს არის ყველაზე ნათელი დასტური იმის, საიდანაც მე დავიწყე. ანუ ნახეთ,
ჩვენ სხვადასხვა რამაზე ვსაუბრობთ. თქვენ გამოდიხართ იქიდან, თქვენ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ესმის თქვენი პოზიცია, რომ თქვენ გონიათ, რომ ქართულ ოცნებას უნდა რომ შევლინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. და მე გეუბნებით, რომ არ უნდა ქართულ ოცნებას უვიზო რეჟიმის შენარჩუნება ევროკავშირთან. არ აქვს ამის არანაირი სურვილი, იმიტომ რომ ძალიან მარტივი იქნებოდა თქვენ შეკითხვას რო დაუბრუნდე. 8 პუნქტიანი ჩამონათვალი არსებობს, რა უნდა გააკეთოს საქართველოს იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი არ დაკარგოს ევროკავშირთან და ძალიან მარტივად შესრულებადი არის ეს პირობები. უმარტივესი შესრულებაში, უმარტივესი. გასაგებია, სალომე, კი ბატონო, გვისაუბრე ამაზე, თუმცა უნდაზე და არ უნდაზე კი არ ვსაუბრობთ ჩვენ. ანუ ასევე ჩვენი კი, სხვა რაღაცას გეკითხებით უბრალოდ. იზინა ივანიშვილს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ უვიზო მიმოსვლა შეინარჩუნოს საქართველოს. სხვა სალომე, რას გეკითხებით, იცით რომ ძალიან ბევრ ჩვენს რესპონდენტს ხო ამავე სტუდიაში და სტუდიის მიღმაც უსაუბრია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენას თუ მოემსახურება ესა თუ ის საკითხი, ის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. ანუ ამ ჭრილში მე არ ვაყენებ საკითხს ოცნებას უნდა თუ არ უნდა. გასაგებია, როდესაც მაგიდაზე კიდევ საკითხები და იმას არასრულებ და სადღაც გინდა რაღაც ჯგუფ შეუერთდე და იმ ჯგუფის ხელმძღვანელობა გეუბნება, რომ კონკრეტული პირობა უნდა დააკმაყოფილო, მაგრამ ამას არ აკეთებ. შენი სურვილის დონეზე გასაგებია, მაგრამ მე გეკითხებით იმ ჭრილში, რა ჭრილშიც შესაძლოა ივანიშვილმა საკითხს შეხედოს ისევ და ისევ მისი ძალაუფლებაში დარჩენის ინტერესიდან გამომდინარე. გესმით, ანუ ამ ჭრილში გეკითხებით. შეგისწორეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ცოტა აცთენილია რეალობას თქვენი ანალიზი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნება ქვეყანაში უნდა არა იმ გზით, რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, შექმნას რაღაცა ბუტაფორია იმისი, რომ არ ვიცი, ასრულებს დასავლეთის მოლოდინს. არა. ბიძინა ივანიშვილს უნდა, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ხელისუფლების შენარჩუნება. მას მიაჩნია, რომ იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს ქვეყანაში, უნდა შეასრულოს რუსეთის ყველა დავალება და რუსეთის ყველა მოლოდინი. უნდა დაკმაყოფილდეს ის ხელისუფლების წყაროდ ჩვენს ქვეყანაში არ მოიაზრებს არც ქართულ ხალხს, არ ფიქრობს იმას, რომ მაგალითად დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება თუ მაგალითად აი უვიზო რეჟიმის შენარჩუნება მისთვის მნიშვნელოვანია, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ის ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში დარჩება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი აგრძელებს მისი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას და ეს რომ მოხდეს, მან უნდა გააგრძელოს საქართველოს იზოლაცია დასავლეთიდან, ეს არის ერთი. მეორე, ის ფიქრობს, რომ ქვეყანაში ძალაუფლება შეინარჩუნებს იმ პირობებში, თუ მოახდენს ავტოკრატიის კიდევ უფრო გამყარებას. ავტოკრატიის გამყარება ნიშნავს, რაც არის, ასე ვთქვათ, ყველა იმ დარჩენილი კიდე დემოკრატიული მოცემულობის განადგურებას და მათ შორის ამიტომ არის, რომ დააჩქარეს საქმე პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ეჩქარება ბიძინა ივანიშვილს, რომ რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია სწრაფად ქვეყანაში და ფიქრობს, რომ დაპატიმრებით, დამატებით პოლიტიკური ლიდერებს ამას მიაღწევს. ამიტომ არის, რომ არც ერთი შანსი, რომელიც მიეცა ივანიშვილის რეჟიმს დასავლეთიდან ევროკავშირი იქნებოდა ეს თუ ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნა გამოყენებული და ათვისებული და საწინააღმდეგო მიმართულებით დგავს ნაბიჯებს, იმიტომ რომ ის თვლის, რომ რუსეთის მხარდაჭერა ემყარება მის ანტიდასავლურ პოლიტიკას და თუ ის დაიწყებს, ასე ვთქვათ, დასავლეთთან რეალურ თანამშრომლობას, დაკარგავს რუსეთის მხარდაჭერას. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, ის ფიქრობს, რომ რეპრესიებით, ძალმომრეობით, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით შეძლებს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და მერე უკვე ამის პარალელურად მას სურს, რომ შექმნას ისეთი ვითარება, რომ აი კონკრეტულ საკითხებზე იქნება ეს მაგალითად სატრანზიტო საკითხები თუ სხვა, სადაც უსაფრთხოების საკითხები ხო, სადაც დასავლეთს აქვს საკუთარი პრაგმატული ინტერესები, იქ უბრალოდ დასავლეთი ჩათვლის, რომ უნდა ეთანამშრომლოს ივანიშვილს, როგორც მორიგ ავტოკრატიულ ლიდერს რეგიონში ერთ-ერთი ქვეყნის, სადაც დემოკრატიის შანსი უბრალოდ აღარ არსებობს. ანუ ეტაკომპლი უნდა იყოს ავტოკრატიის გამყარება. ამიტომ მისთვის არანაირად არ არის საინტერესო დასავლეთის მხრიდან ძალიან ობიექტური და რეალობაზე დამყარებული წინადადებების განხილვა და ამას ვხედავთ ჩვენ ძალიან ნათლად ხო
ამიტომ ჩვენ უნდა გავიაზროთ, ადეკვატური მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ კი ბატონო. ეს ხელისუფლება არ ცდილობს არაფრის გაკეთებას, რომ უვიზო მიმოსვლა ჩვენ არ დავკარგოთ. ეს ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩვენ უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად შეგვიჩეროს ევროკავშირმა.